ამ მანქანაზე მუშაობა მარტივი არ ყოფილა. პირველი პროტოტიპი 1956 წელს დაუდეს თვით ჟუკოვს წინ და მისი აზრის მოსმენა დაიწყეს. საქმე იმაშია, რომ მაშინდელი ავტომობილების უმეტესობა კი არა და თითქმის ყველა რომელიმე მაღალ ჩინოსას უნდა დაედასტურებინა. ამ შემთხვევაში კი GAZ-21-ის პროექტი ჟუკოვს ჩაბარდა. ჟუკოვს თითქმის ყველაფერი მოეწონა ამ მანქანაზე. ულამაზესი ფორმები, უამრავი ქრომი, რომელიც ხას უსვამდა, რომ საბჭოთა კავშირში ძვირადღირებული ნივთების წარმოება შესაძლებელი იყო. ასევე ძალიან მოეწონა მისი ეს ავტომატური გადაცემათა კოლოფი და კომფორტი, რომელიც ამ მანქანას ბევრად უფრო უკეთესი ჰქონდა ვიდრე მის წინა მორბედს. ერთადერთი რაც ჟუკოვს არ მოეწონა იყო მისი გრილი. თავიდან 21-ში გააკეთეს ასეთი ვერტიკალური ფორმების გრილი, რომელიც ძალიან გავდა მის ამერიკელ ტყუპის ცალს, Ford-ის ერთ-ერთ მოდელს, რომელიც იდეაში იყიდეს იმისთვის, რომ GAZ-21 შეექმნათ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ GAZ-21 ამ ავტომობილის კოპიოა. მაგრამ მოდი აქ ცოტა მერე, იმიტომ რომ მაგ თემასთან დაკავშირებით ბევრი რაღაც მინდა ვთქვა, მაგრამ ამ მომენტში ჟუკოვმა გრილი დაიწუნა რა. ჟუკოვმა თქვა, რომ ეს გრილი ძალიან არასაბჭოთა კავშირული და არაპატრიოტული იყო, იმიტომ რომ იქ საბჭოთა კავშირის თითქმის არაფერი არ ჩანდა რა. ამიტომ მან ბრძანება გაცა, რომ ამ გრილზე დაემატებინათ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი სიმბოლო ვარსკვლავი, რომელიც ყველას გააგებინებდა, რომ ეს პროდუქტი საბჭოთა კავშირშია შექმნილი. ინჟინერებმა ბევრი ვერაფერი გაიგეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ თუ გრილს არ გადააკეთებდნენ, ყველას დახვრეტა ელოდათ, ამიტომ წავიდნენ და ალბათ ავტომობილების წარმოების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გრილი გააკეთეს. შუაში იმ ჩათლახი ვარსკვლავით. კი ბატონო. სწორედ ასეთი მოდელი ყავს დღეს ჩვენ აქ. ეს არის სულ პირველი გამოშვება GAZ-21 Volga, რომელიც ყველაზე მეტად ფასობს ამ მოდელებში და ამ ავტომობილსაც აქვს წინ ეს ვარსკვლავი და ის ულამაზესი გრილი, რომელიც ჟუკოვის ბრძანებით შექმნეს. აქვე პატარა სპოილერი. ამ გრილმა ეს მოდელი კი ნახამ დაღუპა.